მე ყოველთვის მინდოდა მენახა მხატვრული ფილმი, რომელიც იესოს ბავშვობის შესახებ გვიყვება. უფრო მეტიც, დიდი ხანია თავადაც მაქვს იდეები თუ როგორ შეიძლება გადავიღო ფილმი ქრისტეს ბავშვობაზე, ისე რომ მაყურებელს ვაჩვენო არა ის, რასაც ელოდება და როგორც წარმოუდგენია, არამედ ისე, როგორც მე ვხედავ ამას. რამდენიმე თვის წინ ვნახე ფილმის ტრეილერი, რომლის სახელწოდებაც იყო დურგალის შვილი, სადაც მთავარ როლს ნიკოლას ქეიჯი ასრულებდა. ეს არის ბიბლიური ჰორორი ქრისტეს ბავშვობის შესახებ. ამ ფილმმა მომცა ის, რისი მოცემაც და გადმოცემაც უკვე ძალიან დიდი ხანია მინდა. მე წამეკითხავს რამდენიმე წიგნი, რომელიც იესოს ბავშვობას გადმოსცემს აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში და ერთგვარად შეიძლება გვიცვლის კიდე წარმოდგენას თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ღმერთის შვილის ახალგაზრდობა. წლები, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით. ფილმს ვუყურე და ძალიან დიდი სურვილი მაქვს გაგიზიაროთ თუ რატომ დამრჩა ასე ძალიან გონებაში. უნდა ნახოთ თუ არა ეს ფილმი და ვისთვის არის უშუალოდ ის გადაღებული. თავდაპირველად მოდი აღვნიშნავ, რომ რამდენიმე წიგნი არსებობს, სადაც თქვენ შეგიძლიათ იესოს ლიტერატურული პორტრეტი აბსოლუტურად სხვა მხრიდან დაინახოთ. მათგან გამოსარჩევია ჟოზე სარამაგუს იესოს სახარება, ერიკ ემანუელ შმიტის პილატეს სახარება, ნიკოს კაზანძაკისის ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება. ვფიქრობ, გარკვეულწილად ამ წიგნებმაც იქონია გავლენა იმ ფილმზე, რომელზეც დღეს მინდა გესაუბროთ. ფილმში ნიკოლას ქეიჯი იოსების როლს ასრულებს, თუმცა მას ფილმში მოიხსენიებენ როგორც უბრალოდ დურგალს. მიმდინარე მოვლენების დროს ქრისტე 15 წლისაა, როგორც ისტორიულად ვიცით, ის სასწauლებრივად გადაურჩება იუდეას მეფის ჰეროდეს რისხვას, რომელიც გადაწყვეტს, რომ პროვინციაში არსებული ყველა ახალშობილი სასწრაფო წესით მოკლას, რათა თავიდან აერიდოს წინასწარმეტყველება ტახტიდან მისი ჩამოგდების შესახებ. ამის შემდგომ ჩვენ ფაქტობრივად მთელი ფილმის განმავლობაში თვალს ვადევნებთ თინეიჯერის ცხოვრებას, რომლისთვისაც ერთადერთი გზა და მიმართულება საკუთარი მამა, ანუ იოსებია. ყველაზე მეტად, რასაც მივაქციე ყურადღება ფილმში და ალბათ თქვენც უნდა მიაქციოთ თუ გადაწყვეტთ რომ ნახოთ საერთოდ ეს ფილმი, ეს არის პატარა იესოს გარდასახვის მომენტები. თავიდან ის მამის სიტყვას უპირობოდ ემორჩილება, ლოცულობს, როცა მამა ეტყვის რომ უნდა ილოცოს, მუშაობს, როცა მამა ეტყვის რომ უნდა იმუშაოს, სწავლობს ადგილობრივ სკოლაში და ეს არის მისთვის ცხოვრების ძირითადი მიმართულება. დროთა განმავლობაში, ისევე როგორც ყველა ადამიანს, გარდა ტეხის ასაკში ბიძს უჩნდება ინტერესები თუ როგორია სამყარო მამამისის ხედვის ჩარჩოებს მიღმა და იწყებს ამის გამოკვლევას. პირველი ნაბიჯი ეს არის ინტერესის გაჩენა საპირისპირო სქესის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიჭი ვერ ხვდება თუ რა გრძნობა უნდა ჰქონდეს იმის მიმართ, რასაც ხედავს. ამის პარალელურად იგი იწყებს საკუთარ თავში ისეთი უნარების აღმოჩენას, რომელიც მის თანატოლებს არ გააჩნია და სწორედ აქ იწყებს დაეჭვებას, რომ იგი არ არის ისეთი, როგორიც ყველა მის ირგვლივ. ძალიან მნიშვნელოვანია მამის პოზიცია, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს შვილის აღზრდის დროს რაიმე განსაკუთრებული შეცდომა არ დაუშვას, რადგან მან თავადაც იცის, რომ იესო არ არის ერთ-ერთი უბრალო ბავშვთაგანი. მიუხედავად იმისა, რომ იოსები მარიამის ნათქვამს ირწმუნებს ბავშვის განუყოფიერებლად ჩასახვის შესახებ, ფილმში არის სცენა, სადაც თავად იოსებიც კი ეჭვდება ამ ფაქტში. ქრისტეს ტრანსფორმაციას და გარდასახვას ხელს უწყობს მისივე ასაკის თანასოფლელი გოგონას გამოჩენა, რომელიც ცდილობს ბიჭს დაანახოს სამყარო ისე, როგორც აქამდე არასდროს უნახავს. ცხადია, რომ ფილმის ბოლოს ეს გოგონა ეშმაკი აღმოჩნდება, რომელიც ერთგვარ მაცდუნებელ ძალას წარმოადგენს იესოს ცხოვრებაში. არ ვიცი ნანახიან წაკითხული გაქვთ თუ არა, მაგრამ პირადად მე ამ სცენამ გამახსენა ნიკოს კაზანძაკისის წიგნი ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება, სადაც ანალოგიურად მოთხრობილია იესოს ორი ბუნების თანაურთიერთობის შესახებ. წიგნში იესო უბრალოდ დურგალია, რომელიც ჯვრებს ამზადებს ებრაელების ჯვარზე გასაკრავად, თუმცა დროის გასვლის და საკუთარ თავში მესიის ამოცნობის შემდგომ ხდება, რომ ჯვარზე თავად უნდა ავიდეს. ამ ფილმში კი ეს გაანალიზების სტადია გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე ნიკოს კაზანძაკისის წიგნში. კაზანძაკისის იესოს, რომელიც ჯვარზეა გაკრული, ასევე გოგონას ტყავში გამოწყობილი ეშმაკი ევლინება, რომელიც აუწყებს, რომ იგი შეიბრალა ღმერთმა და მისცა უფლება ეცხოვრა საკუთარი ცხოვრებით. ეს ორი ლიტერატურული და კინემატოგრაფიული მომენტი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ცალკე აღსანიშნავია ფილმში ასახული იესოს ხედვები, სადაც ის საკუთარ მომავალს ხედავს, მაგრამ ვერ აანალიზებს, რომ ეს არა უბრალოდ კოშმარი, არამედ ის ბედისწერაა, რომელსაც 18 წლის გასვლის შემდგომ ეზიარება. მარიამი და იოსები ხვდებიან, რომ შვილისაგან სიმართლეს დიდხანს ვერ დამალავენ. თუმცა, იმასაც ხვდებიან, რომ ჯერჯერობით არ შესწევთ ძალა ბიჭს გაუმხილონ, ვინ არის რეალურად მამამისი და ვისთვის მოევლინა იგი ამ ქვეყნად. რაც მოზარდი იესოს გულსა და გონებაში
ბუნებაში პროტესტის გრძნობას აღწევს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბიჭის გულში ეჭის მარცვალს თვით სატანადებს, რომელიც როგორც გითხარით, პატარა და ერთი შეხედვით უცოდველი გოგონას სახით ევლინება მას. როგორ რეაგირებს ღმერთის შვილი იმ ფაქტის გაანალიზებაზე, რომ მას შესწევს ძალა მკვდარი გააცოცხლოს, შესწევს უნარი კეთროვანი განკურნოს და ეშმაკით შეპყრობილი ადამიანი გაანთავისუფლოს. ფილმში ყველა ეს მომენტი განსაკუთრებული ორიგინალურობით არის გადმოცემული. ერთობ სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ იმ ქალის სახელი, რომელსაც სატანა შეიპყრობს, არის ლილითი. ბიბლიურად ლილითი ეს არის დაცემული ანგელოზის სახელწოდება. აგრეთვე ფილმში ჩვენ ვისმენთ პატარა გოგონას სახით მოვლენილი ეშმაკის ისტორიას, რომ ის ოდესღაც ღმერთის გვერდით იჯდა, მაგრამ შემოქმედი არავის აძლევს უფლებას მის სიდიადემდე მივიდეს. ამიტომაც განკვეთა სატანას ამოთხიდან და დედამიწაზე გარიყა. იესო როგორც ღმერთის განსახიერება მოკვდავთა სამყაროში ერთგვარი შურისძიების იარაღია სატანისთვის. მას პირადი ანგარიშწორება აკავშირებს ღმერთის მიმართ. ამიტომაც იესოს საკუთარ ჭკუაზე მოქცევა და ყოფიერ ცოდვაში გარევა კარგი შურისძიების გზა ღმერთის წინააღმდეგ. ეს მამაშვილური ურთიერთობა, რომელიც იესოს თავის მიწიერ მამასთან აქვს, მეტად ბუნებრივი, რეალური და ადამიანურია. ის რაც არც ერთ ფილმში და სახარებაში არ არის ასახული. მიუხედავად იმისა, რომ იოსები იესოს როგორც საკუთარ შვილს ისე უყურებს, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ადამიანური დაეჭვების მომენტები, დაპირისპირება და კონფლიქტი მარიამთან. იოსები უბრალოდ ურგალია, უბრალო მოკვდავი. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მისი გონება ხშირად მის რწმენაზე უფრო ძლიერია. სწორედ ამ მიზეზით ეჭვდება და ეკითხება მარიამს, რეალურად საიდან ჩაისახა იესო. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჯერ კიდევ მოზარდმა ქრისტემ ეს გზა თავად უნდა გაიაროს, თავად უნდა ამოხსნას მისი არსებობის მიზეზი და მიზანი. თვითონ უნდა ისწავლოს საკუთარი უნარების კონტროლი და აირჩიოს სიკეთის მხარეს იდგება თუ ბოროტების. ეს იდეოლოგიური და სიმბოლური დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას შორის ფილმის დასასრულს ორი თინეიჯერის, იესოსა და გოგონას სახით წარმოდგენილი სატანის ჩხუბის სცენაში აისახა, სადაც ქრისტე ირჩევს იმ გზას, რომელზეც მამამისმა თავადვე დააყენა. იოსები ხომ თვითონ ღმერთის სურვილის განმახორციელებელია დედამიწაზე. მას აქვს უმძიმესი ტვირთი, აღზარდოს იესო ისე, როგორც თავად ღმერთი გააკეთებდა ამას. ვინ ვარ მე? ვინ არის მამაჩემი? ამ შეკითხვებს ქრისტე ხშირად სვამს ფილმში, ძირითადად საკუთარი მიწიერი მამის იოსების მიმართულებით. ერთის მხრივ მის მშობლებს უწევთ ბიჭის სიმართლისგან დაიცვან. მეორე მხრივ კი ისინი ხედავენ, რომ გარშემო სამყარო აიძულებს მოზარდს საკუთარი ბუნება შეიცნოს და გაიაზროს თუ რეალურად რისთვის მოევლინა ამ სამყაროში. გახსოვთ ახალი ქართული ფილმი პანოპტიკონი. ამ ფილმზე განხილვაც გავაკეთე. ვისაც ნანახი გაქვთ ეს ფილმი, ახლა ვხვდები თუ რამდენი მსგავსების დაჭერა შეგვიძლია ამ ორ ნამუშევარს შორის. პანოპტიკონი გვიყვება მოზარდი ბიჭის დათას ისტორიას, რომელიც მამის გავლენის ქვეშაა და ამ გავლენის სფეროდან ნებით თუ უნებლიეთ თავის დაღწევას ცდილობს. მთელი ფილმის განმავლობაში მას არაერთი ქალი ევლინება ცდუნების სახით. ორივე ფილმში მთავარი პერსონაჟები ცდილობენ გაიგონ რა იმალება იმ სამყაროს მიღმა, რომელშიც თავიანთმა მშობლებმა, კონკრეტულად კი მამებმა მოაქციეს. ქრისტესთვის მამამისის არსებობაც ერთგვარი პანოპტიკონია. ყოველთვის, როდესაც ეშმაკი ცდუნებისკენ მოუწოდებს, ჩნდება მამამისი, რომელიც თავის მხრივ ცდილობს სიტუაცია გაანეიტრალოს და სატანას ფაქტობრივად ხელიდან გამოსტაცოს უცოდველი შვილი. ერთ მომენტში ჩვენ იმასაც ვხედავთ, თუ როგორ იპყრობს მოზარდ იესოს ამ პარტაუნების და ძალაუფლების გრძნობა. ზემოდან გადმოჰყურებს ყველას და ყვირის, რომ მხოლოდ მას აქვს ადამიანების განსჯის უფლება. ფიქრობ, ეს სცენა ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია და ადამიანური ბუნების გამოვლენის ერთ-ერთი მაგალითია, რითიც რეჟისორ ცალსახად უნდა ეთქვა, რომ ეს არის ქრისტეს ორი ბუნება, ადამიანი და ღმერთი და არა მარტო ღმერთი, არა მარტო უშეცდომო არსება. ყველაზე მნიშვნელოვანი რის თქმასაც ეს ფილმი ცდილობს არის ის, თუ როგორ უპირისპირდება ერთი მხრივ რელიგიური საზრისი და მსოფლმხედველობა გარშემო არსებულ ცოდვით ახსავსეს სამყაროს. ქრისტემ 40 დღე გაატარა უდაბნოში, მას რამდენჯერმე მოევლინა ეშმაკი და სცადა შეეწდინა ძალაუფლების, გარყვნილების, მკრეხელობის ძალებით, თუმცა იესომ თავი მოიზღუდა და არ მისცა გარედან მოვლენილ ცოდვას მასში დაემკვიდრებინა ადგილი. თუმცა როგორ მივიდა ის ამ მდგომარეობამდე? რა გზა განლო სანამ ისწავლიდა თუ როგორ ეკონტროლებინა საკუთარი გრძნობები, ვნებები, ემოციები და ის შეუზღუდავი ძალაუფლება, რომელიც ღმერთისგან ებოძა დედამიწაზე სიკეთის საკეთებლად. თუ ქრისტეში თანაბრად არსებობს ღმერთიც და ადამიანიც, მაშინ ის აუცილებლად დაუშვებდა იმ შეცდომებს, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავები უშვებთ, მაგრამ ვაგრძელებთ ყოველდღიურად ცხოვრებას. ვცდილობთ ვიყოთ იმაზე უკეთესი ადამიანები, ვიდრე გუშინ ვიყავით.
Self-fulfilling prophecy of endless possibility, enrolling waves across the screen in algebra, the fences that you can't